რა. მეძინება სისტემური. მართლა მეძინება. საღამო შვიდობისა, ჩემო კარგებო, დავდგით სამფეხი, ჩავთეთ კამერა და როგორღაც მოვახერხეთ ჩვენ დიდებული ოპერატორის თვალით, ორივე ჩავაკვეხეთ ამ კადრში. ხო და წერილი იყო შემოსული, რომ გვაკვირხართო, სადახართო და კონკრეტულად იყო მითითებული მაკა და ტასო, ხო და ეს არა გავდექით და ესე შემოვძორით ორივე კადრში. წინასწარ არაფერი დაგვიგეგმია რა ვთქვათ, რა ვილაპარაკოთ. ესეთი თემა არჩეული არ აქვს, მაგრამ ისევე როგორც თქვენ ჩვენს მოგვენატრეთ და მოვედით ერთი-ორი სიტყვით თქვენთან სალაპარაკოთ. ლამის არის როგორც დერეჩემი იყო და საღათამ წაგვიყვანოს იმდენი ბრძინავს, რომ აი რამდენი დღე დაგჭირდა დასვენებლის? ორი დღე დამრჩაო დასვენებისა და უნდა გადავიძინო და ძილს რო ძილი მოაქვს, ხო იცით ეგ ამბავი და რაც უფრო მეტი გძინავს, უფრო მეტი რო გინდა, ნუ ქედავალაგეთ და საქმეც გვაქვს, სასმელიც გვაქვს და დასუფთავებულები ვართ და მოწესრიგებულები, მაგრამ გემრიელად მაინც გვეძინება და ვიძინეთ. ხო და დღეს გავედით ქუჩაში, სიარული არ დაგვავიწყდესო და ძალიან შორს ჩავედით პირველ სართულზე, დაბლა, გავედით აქვე ჩვენ მაღაზიაში, ძაღლებს უყიდეთ. პაკეტში რო ჟელეებია, საკვები, ლიკანი დავიმატეთ, იმიტომ რომ ნიგზიანებს ჭირდება და მეთანხმდით და გადავედით აგერ ტრასის იქით ვიყიდეთ მშრალი საკვები, გაგვიხსნეს ახალი მაღაზია. აი ეს იყო სულ და ამოვედით ისე მეხუთე სართულზე და მოდი ცოტა დავისვენოთ თქვით. ისე კი ვართ, როგორც სტასიკო ეძახის საკმაოდ მაღალზე და კი მინდა ხოლმე დასვენება პენტჰაუსზე ვართ, პენტჰაუსში. ბოლო სართულზე. ცუგა შემოგვეკედლა ხალხო. ორ რიცხვში ბედობა დღეს გავაყარები და რას ვხედავ? არ წერს იქ პატარა ცუგა, ესე ბროძგანებს. პატარა როგორ არის იცით? მე მგონი რომ დასრულია უბრალოდ ჯიშია პატარა, რაღაც პატარა შავი ძაღლია. მას ვიზავ რა ქვია. ხო გაქვია, ხო გადავიღე. ხო, გადავიღე. როგორია დავარქვით რა ქვია ფელო. ფელო, ჰო! რატო ქვია ფელო? რომა? ფილმს რა ქვია ფელო რომა? ფელო არც ერთ ფილმში არ არის. ფელო არ არის ესა. ვინა? იჭირდა. ფელო კი არა, ფეოლა, გოგო. მე ფელოს ეძახით. არ არის ფელო. ფელო აქ ცხოვრობს იმის ქუჩაზე. ფელიქსი იყო და მე ეძახდნენ ფელოს. ფელიქსია ფელო? ხო. ისე ფელოს რატო ქვია? ფეოლა დღემდე არ ვიცი. და გუთელი ხო არის? არა, ოცეულა და ისა. ხმარდი პურიდან ელენი. ამას ქვია ფელო. კაი იყოს ფელო. მოკლედ ფელოს გაუტანეთ ჩემი ძველი შალის ჯემპრი. შეწყალი მოიბორბლა და მოგროვდა. მასკარპონეს ყუთში ჩავყარე, ქათმის და ბრინჯის ფლავი მქონდა და ის ვაჭამე ორჯერ. დღეს რა ქონდა? ფელოს მთლიანობაში რაციონი ძალიან სასაცილო ქონდა ეს, მაგრამ ფლავი ქონდა, მე ხმელი პულა და მე გურული ხაჭაპური დააყოლა. გურული ხაჭაპურის ბუსანტი დააყოლა და გამოვიდა გურული ხაჭაპური. მოკლედ ბედობა დღეს მოვიდა და ჩვენ ბაქანზე ჩვენს გარდა არავინ არ ცხოვრობს. ჩვენ მოპირდაპირე კარში საერთოდ არ არიან, ძალიან იშვიათად ჩამოდიანო, თბილისში არიან და ჩვენ გვერდზე ქალბატონი რომელიც ცხოვრობს გვერდზე კორპუსში ყავს შვილი და აქეთ კიდე ტრასის გადაღმა საკუთარი სახლი აქვს, ასე რომ თან თბილისში მუშაობს და სამ დღეში ერთხელ არის სულ ანგარაში, ძალიან იშვიათად მოდის ხოლმე აქ. ხო და რა ვიცი ხა რომ მოვლენ ეს წლიანი აქ რატო გიდიაო სულად შესაძლებელია რომ გითხრა, მაგრამ რა ვიცი ვთხოვთ რომ არ გააკეთონ. თანაც რო დათქვება ალბათ თვითონაც ეზოში გავა და გამოივლის და
Pedofils დღეს რო ძაღლს გააგდება არ დაგებულა. მე მაგის შემეში დამირად. გააგდება არ დაგებულა. თან საყვარელი ძაღლია. ხასარჩი შემოვყვან ნამდვილად, იმიტომ რომ ბუბუკაც არ არის ბოლომდე აცილი. ის ხო არ არის და არ არის აცილი. შემოიყვანე ახლა დაერევა იმას კაკას. ბუბუ იყო პატარა და ვის არ დაერევა. ჯერჯერობით პატარა იყო და არ დაერევა. დაერევა არ იყო. ის პატარა იყო და მან რაფე ბაცომ დაინდო და ფაქტიურად მის ფალცინ გაიზარდა და ეხლა ეს დიდი ძაღლია. თანაც ეს მართლა შეიძლება რომ გაიზარდოს 5 იმხელა, საწარმოა. არაფერიც არ გაიზარდება. არაფერიც არ გაიზარდება. თქვა დასო, აღდგება და გავაკარები შემოუშვა. დასრულია შენ არ ამბობ. ჯერჯერობით მე არ ვამბობ შემოუშვას და მე ვამბობ. აბა დასამბობ. მამაზი ხისახლი დავუდგა. მამაზი ხისახლი დავუდგათო ბაკანზე და მე და შენ ზემოდან გადავახტეთ იმ ხისახლს. ხარში ვაკირე. ჰა? ეხა სადაც აი, რაღაცა 5 დაუდგათ მაშინ. რაღაც ხოვებაა კლუბს პერიმეტრები და იქნება. აი, გადავუდგათ პატარა ხისახლი. და იმ ხისახლი არა თუ გისურვა და საკიდან მეზობლებმა მე ნახე შენ. ძალიან ცეცადო. იმაზე. აცრებ გავუკეთებ ბარემ. ხო. და დავაწერო და ცხოვრობს აცრები ძალიან ფელო, ვინც ხელს მოგიდებს დაიჯება იმითი, პაული. ეს გავუკეთებ. ასე იგი. ხო, და დავაწეროთ რომ ფელოა. აი, და ვინმე შეუგვინოს რომ იცოდეთ რომ ფელო მოგვი. ეგრე იყოს. არა, თუ აქ ბაქანზე ცხოვრობს მოგვიწევს ჩვენ მაგისთვის. ჭიის წამალიც უნდა დავალევინოთ და აცრასაც უნდა დავაყენოთ. ბაქნელი ფელო იქნება. ბაქნელი ფელო. პენტჰაუსელი ფელო. პენტჰაუსის ბაქნელი ფელო. ვიცავს, ჩვენ ვიცავს რა არა მოგვიწევს. აჰა. აი ასე შემოკარგება. ნაძრაბები ეწია ჩვენთან საბოლოო ჯამში. პატარა ოთახში რომელიც სარიელია და შიგნით ბარგი ბარხანაა, შიგნით ვაჩოჩე დღამე. დღე გამოვიტან დავდგავ ავანთებ, საღამოს ისე გამოვთავ, შევაჩოჩებ, იმიტომ რომ საღამოს კატის არის სახლი. კატა გამოდის გარეთ და ჩემი ძაღლი საძინებელში შემოდის. ესე დღის არის ძაღლი და ღამის არის კატა და ბუბუს ასე თუ ისე ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, რომ აი ჩვენ უწიწკნი არ ჩამოაგდო ეს ხნა ის ხნა და რაღაცნაირად მიეჩვია ბუბუ და აი ბაცოს რა შეეხება, ხო? იმას უკვე ღამე ვერავინ ვერ დაუტატანებს და ჩამოანგრევს ყველაფერს. ამიტომ ვარამე მისი რა ქვია, ნაძვისხის ჩოჩებაში იმას ვფიქრობ, და ბორბლები მაინც ქონდეს, ეს იოლად გავაგორებდი. არ ხონდა. მე დასტაცებდა მოგუჯი. დასტაცებს და წაიღე. გააგორებდა ბუბუ თვითონ, კი, მართალი. გუშინ შემიდი რომ მოცემოთრეში. მე როგორ გამოიყვანე? კიდე კაი მასა, ქვედა იარუსა იყო მართლა. გაიხლართ ეს კვეთი. ხო და აი ესე მიუხედავად იმისა, რომ 3 რიცხვია, მე მგონი რომ ნელ-ნელა ეს საახალწლო მორთულ მოკაზმულობა უნდა ავალაგოთ და იმიტომ რომ დავიღალე აქ ჩოჩები. აი მიუხედავად იმისა, რომ გაგიჟებით მიყვარს და ძალიან ველოდი და ახალ სახლში რაღაცა ძალიან მაბედნიერებდა ახალი წელი. წელს სხვა ახალწლებთან ახალწლებისგან განსხვავებით ძალიან მალე დამთავრდა ეიფორია. ოღონდ მართლა. მართლა? ხო. აი ეს 14 და იქით კიდე ზეიმები დაუსრულებელი აღარ მინდა. რაღაცა ძალიან კარგად ვიყავი და ეხლა უკვე გაზაფხულს ვემოდები და სხვათა შორის არ ვიცი მე მეჩვენება თუ მზიანი დღეებია. დღე ცოტა წაგრძელდა რა. კი, გაშკარა. რაც 5-ზე დღეს და ისეთი მზიანი დღე იყო, ისეთი მზიანი დღე იყო, რომ აი მან დაბინდებამდე გათბობა არ ჩაგვირთავს, ისეთი საყვარელი. ჩემ საძინებელში ცხელა ისე. ცხელა რა? ხო. შენ წარმოიდგინე აგვისტოში რა იქნება მან. ჩემთან არც. შენ ხო ადამიანს გაქცევაში სამეთო. არა, უშოს კონდიციონერს დაიყენებ და სქელფარტას ჩამოვიკიდე. იქანაოსზე ჩემმა კატამ. გადარჩება ეყარდა. კინიჟერები მომანახანო. ეს ჩემი ეს თქვენთვის არ მიჩვენებია. ეს არის ჩემი ბავშვობის სათამაშოები. ნაყიდია არის ძალიან პუსტარულად გაკეთებული. ეს არის მუყაო. შეღებილიც არ არის.
ეს არის ნამდვილი გირჩი. აი აქ მიწებებული წვერები აქვს. ნაძვი ეს თვალწები ჩეხურია და ვერ მომთქვა რომ ეგენიო მას აკეთებენ ლუდს და შეიძლება ლუდის კათხაო. მაშინ არ ვიცოდეთ რომ სანტა კლაუსებს რძეს უთქვამდნენ. არა და აშკარად რძისთვის არის ეს. რძისთვის ან ძლიანი ფაფისთვის. და ნამდვილი გირჩია, მაგრამ. ხო, ნამდვილი გირჩია. ნაყიდი არის მოსკოვში გერმანული მაღაზია რა იყო, მართლა გამახსენე რა იყო. Ядрани. Что ты сделал? Лайпциг. Ядранიც იყო და ლაიფციგიც იყო. ესე. რა იყო? სახელმწიფო, ნა. დასწრების სახელს ადამიანი, რომელმაც ზავს ფელოდ არის. ხო. Респектабелური სახელია. Респектабелური სახელია, დემა დაიწია. ხო და მოსკოვში მიყიდეს მოკლედ ესა. ხო და ეს არა ქვია. ახლოს მოვალე ხა და გაჩვენებთ. აღარა თუ არა? არა, ისედაც არ მქონდა. არა. რუსეთში რომც მდომა და მოგზაურობა მოსკოვში არა. პეტერბურგში მინდა ძალიან. ნუ პეტერბურგში ყველას მინდა მასაკები. კაი მუსიკებია. მუსიკებია, კარგი კაფეებია. ხო და ეს ქვია. ღამის კლუბები, იმან მითხრა. მოსწავლე რომ ყავდა კირილი, ქართულს რო ვასწავლები. კირილმა მითხრა, მე მიყვარსო ლენინგრადში, კი არა, პეტერბურგში არის არაჩვეულებრივი ღამის კლუბი, გვია ლენინიო. მოსკოვში ვარ ნამყოფი ორჯერ. 5 წლის რო ვიყავი და ცოტა უფრო დიდი რო ვიყავი. მაგრამ 5 წლის რო ვიყავი, მაშინ ყველაზე კარგად მახსოვს კი არა, ბევრი რამე მახსოვს, იმიტომ რომ ვიყავით ზუსტად 1 თვე, 4 კვირა. ხო. არ მქონია სხვათა შორის მობეზრების ამბავი. აი დროზე წარმოყვანა სახლში ან რაღაც ესეთი. მოსვაკეთებდით და მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემის დედა იყო კბილის ექიმი და დედაჩემის ბიძა იყო ასევე ძალიან კარგი სტომატოლოგი გოგი ვაჩნაძე პლეხანოვზე, დირექტორი იყო სტომატოლოგიური კლინიკის. კბილების დასაკეთებლად წავიდა დედა მოსკოვში. იმიტომ რომ აქ უბრალოდ არ იყო მასალა. ვერ კეთდებოდა, კი, კარგი დანტისტი იყო, მაგრამ მასალები არ შემოდიოდა, საჭირო გამოხუჩებელი არ იყო და ასე შემდეგ და დედაჩემს ყავდა მეგობარი უკრაინელი ზაპოროჟიიდან, რომელიც გაიცნო სულ შემთხვევით მაშინ შუა აზიაში და მეგობრობდნენ ძალიან დიდხანს და შემდგომ აი 2008 წლის ომის დროს დარეკა ამ ქალმა ბოლოს და დედა ძალიან ცივად ელაპარაკა რაღაცნაირად. ებადი ცივად ელაპარაკა და იმის ვერ არ გამოჩენდა. რატომ ელაპარაკა? 2008 წელს გაქანებული ომი იყო და ამ გაქანებულ ომში დარეკა და იცი როგორი იმითი დარეკა? ვაიმე ეს რა დაგვემართა და ხალხო როგორ ახართ, ეგეთი კი არა, როგორ გადაგკიდეს ხალხი ერთმანეთსო. ანუ ამ ხალხს ლაპარაკში აშკარად არ უნდა ერიარებინა ის, რომ ჩვენ კი არ დავესხეთ თავს იმას, რა ქვია, იმათ და თავი კი არ დაიცვეს. აი რაღაცა ესე, მოკლედ პოზიცია არ დაიჭირა ამ ხალხმა და დედაჩემის გაბრაზდა და ძალიან ცივად ელაპარაკა. შემდგომ გადმორეკა კიდევ ერთხელ და მამაჩემ აიღო ყურმილი და უთხრა, რომ ვინი თუ დაპაპალიო, ვინი правильно звонит და დაუკვირდა. აი ეს.
ხო და ამ დროს ძალიან დიდხანს და ძალიან ესეთ ყარად მეგობრობდნენ. ძალიან უცნაურ სიტუაციაში გაიცნეს ერთმანეთი. იცი ეგ ამბავი? მოგიყვე? მიყვე. რა მოიგოს? გოგოებს და ბიჭებსაც მოუყვება. მაგრამ რახან ესეთ უბრალოდ საჭირო ისა გვაქვს. ვიდეო გვაქვს. ვიჭოთ მაგრამ. შუა აზიაში იყვნენ დედაჩემი და თავისი კლასი. ეს უკვე კარგად დედები იყვნენ, სანამ გათხოვდებოდა რა, 30-ს გვაგუნებდნენ. წავიდნენ ძალიან ისიამოვნეს და არ ვიცი როგორ მოხვდნენ აეროპორტში. მე მგონი ვიღაცას ხვდებოდნენ იქ აეროპორტში, იმიტომ იქაც კარგა ხანს იყვნენ ესენი და ვიღაცა თავისიას დახვდნენ აეროპორტში. აეროპორტში ნახეს ახალგაზრდა სიმპათიური გოგო, რომელიც ძალიან წარედ იჯდა და ტიროდა. და ზედა უყურებდა არავინ. ხო და მიუჯექიო გვერდზეო და კითხეო რომ ვინ ახარ, რა ხარ, რა გატირებს, რა გჭირს, ასეთი უსაშველოო. და არაფერი თუმე შეყარებულთან ერთად იყო იქ თუ შეყარებული ყავდა იქ თუ ჩავიდა და იმან უღალატა და თუ მოკლედ არაერთხო მათი ურთიერთობა და ისე წარედ ტიროდაო გეგონება ხებინერებს ასე რომ ახსოვს დადგაო და ისო რა ქვია უთხარიო კაცო რომ გაჩერდიო რითიო რა გატირებსო დავაწყნარეო გავაცინეო გავეცნეო მოკლედ და აღმოჩნდა რომ ფული არ ქონდა სახში დასაბრუნებელი. ხო, არ ქონდა სახში დასაბრუნებელი ფული და არც არავინ არ ყავდა. და ესა რა ქვია შეეძლო რომ დაერეკა და ეთხოვა გამოგზავნა და უთხოვია რომ იქნება დამარეკინოთ ჩემებთან. Ну, ვინც აყავდა, მოსკოვი იყო თუ ზაპოროჟიე იყო. მე მგონი მაშინ ზაპოროჟიეში ცხოვრობდა, მოსკოვში არ ცხოვრობდა. ხო და დედაჩემს უთქვამს, რომ სადღაცა 30 მანეთი ჭირდებოდა რა. ხო და 30 მანეთი არ იყო პატარა ფული, მაგრამ ვიფიქრე ამაზე, რომ გამომიგზავნეს, არ გამომიგზავნეს და მაგაზე ვიბერდებ ახლაო და მიუცია 3 მანეთიანი და იქვე უყიდია ბილეთი და რამდენიმე საათში მიფრინავდა კიდევაც რაღაცა თვითფრინავი თუ გადაჯდომით თუ არ ვიცი როგორც იყო და უკან აღარც წამოსულა მოკლედ ქალაქში აღარ შემოსულა პირდაპირ აეროპორტიდან გააცილეს ეს შენი ვიკა გვარად ბოჩაროვა სხვადასხვის ხშირად მათვალიერებ ხოლმე სოციალურ ქსელებში და ვერ ვყოლო რა იყო არ შეიძლება? სრული სახელები მომწონს. არ შეიძლება რომ თქვა? მამით წნედელი. მამით წნედელი, დედით წნედელი გზელაცნავიანი. კაი ახლა ვინ იცნობს ვიკა ბოჩარო? კაი ვიკა ბოჩაროვას გარდა ყველანაირად საცხოვრებენ და საცხოვრებენ. მე სპეციალურად ვთქვი ვიკა ბოჩაროვა, იმიტომ რომ იქნებ ვინმე მიწოდეთ სად არის, მე ვერ ეძებ ვიკა ბოჩარო. და ვიკარდა ვიკა. Kabına müşterize vermiş. რა გინდა ეს თუ ეგრე ცივად გააგდოთ ამჟამად მივესალმები. ცივად. იცი რა, ეს უკრაინელია და ეხლა გაქანებული უკრაინის ომია. და შენც გინდა რომ დაურეკო და ენა. ეს ჩვენი ძაღლი ფათური მაისმა, თუ ვინმე ჩვენი ძაღლი. არ მგონი რაღაცა ნაპარებს. თავისუსად. ვიკა ვიყურა მაქსიმალზე მოვარდა ვიკას თუ სამჯერ გაჩნდება. ჯარის უარი. ესე მაქსიმალზე და გაჩნდება. $5000. მოდი. ბუბო 5000 და მეტი არ გინდა? მოდი ჩვენთან მოდი. მოდი მოსკოვური ჯუჯები გაჩვენო, მოსკოვური ჯუჯები. მოსკოვური არა, ჩეხური ჯუჯებია. ხო და ჩემო კარგებო, ესე აღმოჩნდა ეს ვიკა ძალიან პატიოსანი გოგო. და გამოგზავნა იმას დედაჩემს ეს არა ქვია, ის 30 მანეთი. გამოგზავნა 30 მანეთი და ძალიან ხშირად წერდა წერილებს. ძალიან ხშირად წერდა წერილებს, ხშირად მირეკავდა ხოლმეო და
და ერთხელაც დამერეკა და მითხრაო ვმუშაობო ემათო რა ქვია ექსკურსია მძღოლად გიდად ვიკა მიცოდა ენა რომელი არ მახსოვს გერმანული და ინგლისური რომელი უფრო გერმანული იცოდა ხო და სულ მაშინ კაპიტალისტურ ქვეყნებში რაღაც კაპიტალისტურ მსგავსებში კაცო რა კაპიტალისტურებში აი ჩვენთვის რო კაპიტალისტურია ხო თითქმის პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, გედერია ესეთ ქვეყნებში დაყავდა ჯგუფები სოციალისტ ჩვენ რო ვიყავით მოსკოვში ერთ-ერთ ჩასვლაზე მაშინ გავაცილეთ ვიკა ავტობუსში ჩაჭდა და გედერში წავიდნენ მიდი რა ქვია ავტობუსით იგავ მოისმენე ბიჭო ხო და აი ეს ექსკურსიები დაყავდა და არა მარტო საზღვარგარეთ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც კურორტებზე მიყავდა ხოლმე ეს ჯგუფები ალბათ კაკებესთანაც იყო შეყოლილი და როგორც წესი ესე ხდებოდა ხოლმე ხო და ესა ერთხელ დამირეკაო და სადღაცა მე მგონი სოჩაში დამპატიჟა იმიტომ რომ არაჩვეულებრივ იმაში ვარო ნომერში ვარო და მშვენიერი მომსახურება მაქვს და აი შეგვიძლია და წამონიო და ესა დედაჩემ შეგვიძლია უკვე ამოწურული ქონდა იმიტომ რომ ყოფილა რაღაც აგვისტოს ბოლოს სექტემბრის დასაწყისი და მაინც მისცეს ეს შეგვიძლია ქალაქ პროექტში იცი რატომ თავის განყოფილების უფროს რომ უთხრა რომ მივდივარო აი ესე მეპატიჟებიანო იმან უთხრა რომ ხო აღარ მეკუთვნისო მაგრამ რამეს გაგიჩალიჩებო ოღონდ ერთი პირობითო განოხი ჩამოვიდანეო ბარდა ოლივიეს კონსერვირებული და როდისთვის არ გაინტერესებს ეს იყო ზღვის სეზონი აგვისტოს სექტემბრის დასაწყისი როცა იბანავეს და გაივიჯნენ რამაც ახალწლს ჩამოვიდა ახალწლს ინახავდნენ აი ხალხი ისე მისტირის ამ საბჭოთა კავშირს აჰაი და უვიდა და ელემენტარული ბარდის კონსერვი უნდა გეყიდა იმაში რა ქვია თან სოჩაში უნდა გეყიდა თბილისში არ იყო აგვისტოში და სექტემბერში რომ 31 დეკემბერს ოლივიე გაიგედებდნენ. გაუშვეს მოკლედ ესე დედაჩემი და ჩამოუტანია ერთი დიდი ყუთი ისა. გაროხი მწვანე. აი ესე დამეგობრდნენ და მე ერთხელაც დავრეკა და უთხრა რომ იცი მე მოსკოვში გადავედიო საცხოვრებლათო მეგო უცნებობდა თუ მე მოსკოვში გადასვლას ახლა მოსკოვის მეგაპოლისი იყო საბჭოთა კავშირის და გადავედიო და თანაცო დავინიშნეო საერთო საცხოვრებლის დირექტორატო და შეგიძლიათ ჩამოგბრძანდეთო როცა გინდათ და რამდენ ხანსაც გინდათო არ არის სასტუმრო. მანამდე ჩვეულებრივად რაღაც სასტუმროში ჩადიოდნენ, ან იცოდნენ ვისთან ექირავებინათ ბინა თუ ოთახიდან. ესენი ჩადიოდნენ 8 მარს მქონდა ამას დაბადების დღე ვიკას. ხო და ხშირად მიდიოდნენ ხოლმე 8 მარს. ხო. ახლა აიკრიფობდნენ იმენ ძინდაურებს, იხوارებს სასმელს, იმას რო იწყებდა ვიკას კვარის მას სასმელსას. მამაჩემის გამოხდილი იყო თუ ბაბუჩემის გამოხდილი ვერ ფხიზლდებოდა საერთოდ. იცი რა საკეთებდა? აი ბოცას რო აიტაცებდა ხოლმე, აი ესე ბოცით ხტუნაობდა, ესე ბედნიერებიდან არაფერ ჩამოიტანესო და მოკლედ ესეთ მორიგ წასვლაზე დაურეკა დედაჩემმა და უთხრა რომ ვიკა კბილები მინდა რომ გავიკეთო, ვინმე ხო არიციო, ვიციო მან უთხრა, დედას ძალიან მალე გაუფუჭდა კბილები. მე მაგალითად პირველ ჩასვლაზე ვიყავი პირველ კლასში მივდიოდი და მაშინ მივიდეს პირველი კლასის რეულები, ფანქრები, რა ვიცი მე ფორმა, იქაური, რა ყველაფერი რეულებსაც იყიდულობდნენ ხოლმე, იმიტომ რომ ზედაპირი პრიალა ქონდა, ის კაი ხარისხი იყო მოსკოვის რეულები. ხო და ეს ყველაფერი იქ მიყიდეს, აქ არ იშოვებოდა. ლამაზი არ იყო ყოველ შემთხვევაში. უხარისხო იყო. ასეთ არ იყო ახლა ყვაოდა, მაგრამ რაღაცა განსხვავებული იყო. და აი დედა იყო მაშინ სადღაც 35-36 წლის და უკვე კბილები ქონდა, კბილები გაიკეთა, მთლიანად გაიკეთა. მაშინ ერქვა კერამოპლასმასი.
ეხა ხოფია ცირკონი და რაღაცა რაფერი კიდე იმას ესე ხრახნობით რო აკეთებენ კარგიც იმპლანტირება და რაღაცა ეგეთი სახელები აქვს აი მასალებს თვითონ კბილებისას მაშინ რა კერამოპლასმასი ვიკას ყავდა ესეთი ნაცნობი რომელმაც გაიკეთა კბილები და ძალიან კმაყოფილი იყო იმასთან კოსმონავტების სტომატოლოგთან კოსმონავტებს ემსახურებოდა ჩვეულებრივი ხალხისთვისაც ის იყო არავითარ შემთხვევაში არავითარ ჩვეულებრივი ხალხი ეს კაცი საერთოდაც არ მუშაობდა მაშინ რა ქვია კლინიკაში ჩემი პროტეზი კოსმოსიანი ჩემი პროტეზი ვარსკვლავებს შორის თანდის ეკობები ხო ეგეთი სლოგანი ერთ-ერთი პატარა გლეხური ბაზარს გადაყურებდა ამ კაცის ბინის კორპუსი აივანი რა ერქვა არ მახსოვს და ბებიაშენს თუ ახსოვს სახლში ქონდა კაბინეტი და ქონდა რაღაცა აი იმ დროისთვის საოცარი და ეს იყო 85 წელი 85 წლისთვის საოცარი ისინი სტომატოლოგიური ინსტრუმენტები, ხელსაწყოები, დაზგები, რაღაცა ელექტრომანქანები აი ის რო აი პირში რო გამოუსვამდნენ თურმე თაბაშირით იღებდნენ თურმე ზომებს აი მოზოდნენ თაბაშოს აი რო კერები რო გავიწყდა ხო აი მაგის ვავდნენ და იგი ყალიბი და იყო ხალხს გული ერეოდა და გადაღერებული იყო შუბლიენჯი და საშინელი ის იყო პროცედურა და რა თქმა უნდა ზუსტად არაფერს არ იღებდა ის თაბაში ზომას და ამას ქონდა ესეთი რაღაცა დიდი რეზინი ჩააკბეჭინეს ზუაჩკასავით ეხლა არის ეგეთი ხო და მაშინ იმ კაცს ქონდა და ემსახურებოდა მხოლოდ ესეთ ძალიან გამორჩეულ მას კატეგორიას ხალხისას და რატომღაც ესე იცნობდნენ რომ აი კოსმონავტების ის რო არისო რა გაგარინი და ბებიაჩემი თავი გაგარინი და ბებიაჩემი კოსმონავტებს შემოსავალიც მეტი ქონდათ და ევროპაშიც უფრო გადიოდნენ დასავლეთში და იმათ ნორმალური კბილები უნდა ქონდათ ვერცხლის და ოქროს კბილები და უნდა ქონდათ პირის ავსე ის ნახე ისე ბოდიში არაფერ შუაში არ არის კოსმოსში დახატები ვერ ნახατε? არა. იმაზე თქვენ გაქვთ ნახი? მომწერეთ აბა თუ გაქვთ ნახი? მზის ამასხო კოსმოსში, რომელსაც ერთ-ერთ პირველ რუს კოსმონავტს აქვს დახატული. და მე საბჭოთა კავშირში 10 კილოmetrზე იყო ხოლმე. მომისმინე, ეგ იქნებოდა დახატული რო აქვს ეს რა ქვია. იყო ესეთი კოსმონავტი, აბა თუ გახსოვთ, ლეონოვი იყო გვარად. იყო მოყვარული მხატვარი. შეიძლება კი, იმიტომ რომ ისინი ქონდა. ლეონოვი. ბებიაჩემი და ბაბუაშენი შეხვედრია მაგას. მართლა? კი. ბორის ნელაძეში ბაბუაშენი რო ხატავდა კედელს. კედელი მოხატა მოკლედ. ბაბუა მამაჩემმა და თავისმა ორმა ძმაკაცმა მოხატეს დიდი კედელი. კომკავშირის ხეივანში ის იყო, რა ქვია, კომუნისტური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას რა ერქვა. კომსომოლოები. კამსამოლეცები რა. მაგათი შტაბ-ბინა იყო იქ, კომკავშირის ხეივანზე. ანუ იქ შავნაბადასკენ რო გადადის, ეხლა თერობიძე ივანიშვილი ცხოვრობს სოლოლაკიდან და მან ჰქონდა შტაბ-ბინა, ესე ვთქვათ რა, არ ვიცი რა ერქვა, მაშინ ოფისი იყო თუ რაც იყო, კანტორა დიდი, სადაც ამზადებდნენ დიქციაში, შეხვედრები იმართებოდა და რაღაცეები და მაშინ როგორ გამოდიოდა ჭერმეტყველი იყო, მაგას მნიშვნელობა ჰქონდა და ამეცადინებდნენ ასე პათეტიურად რო ელაპარაკა ადამიანს და მამაჩემმა და თავისმა ორმა მეგობარმა მოხატეს დიდი კედელი, რაღაცა თემატურად ალბათ ესეთ სოციალისტურ კომუნისტური იქნებოდა რა თქმა უნდა და მან რა ქვია ჟიული შარტავამ მისცა ეს შეკვეთა და ჟიული შარტავამ თითეულს, იმიტომ რომ სამივე სოფლიდან ჩამოსულები იყვნენ და ახალგაზრდა დარგული ჰქონდათ ინსტიტუტები, მისცეს ესა რა ქვია სახელოსნო. ინგოროყას 24-ის ფაქტი ჟიული შარტავამ ბაბუაშენს მისცა მაგმაში.
ანზორი, ღმერთი როგორი იყო ანზორი. ჰოთელი ზნაკაც ეყავდა, გარდაიცვალა. იმან ნუცუბიძეზე აიღო ბოლო სართულზე, ისიც პენტჰაუსში იყო ჩვენსავი. მესამე ბიჭმა არ მახსოვს სად აიღო. ხო და ბაბაშენმა არჩია გემოვნება გაიქონდა იმაში, ცენტრში თაძმენდა. ეს ხაპარანით არის მაგზა. უფროს მათმა. ხო, ის არის რომ და ხო და მოკლედ აი ესე სა რა ქვია რა ხდებოდა ხომ სად ვიყავდა სად მოკლედ სანადმე ლეონოვია კი ლეონოვია ლეონოვია ხო და ვისა კამაში იყო რუსული ჟურნალი როა კარავანი იყო ეგეთი რუსული ჟურნალი იქაც წაკითხული ინტერვიუ ამ ლეონოვთან დავამახსოვრდა მსახიობი ლეონოვი რო ისა იმის გვარზე და მაშინ ბაბოჟენმა როდენა ამ კაცო მე ხელი მაგო ჩამოქმეულიო იქო მოიყვანასო და ჩვენო მაშინ ხატავდითო და მაშინ მითხრაო რომ ესაო რა ქვია მეც ხატავ რაღაცაო და ისეც ვიცოდიო რომ ხატავდაო ეგ კაციო და ეგ კაცი იყო სხვათაშორის ერთ-ერთი მოწმე გაგარინის გარდაცვალებისა მოწმე როგორი მოწმე იცი მან და მის გარდა კიდევ რამდენიმეს ვითომ ამოაცნობინეს აფეთქებული სად დაიპნა ეს აფეთქებული ნატეხები იმ ფერთუში სახეზე ქონდა ხალიო იმასო გაგარინსო და აი ეს ხალი вот это родинки я эту родинку увидела და არ ვიცი ხა ის აფეთქებისას კოსმოსში როცა წაფეთქდა და ჯამოვარდა ხალი შეიძლება რომ მთელი გადაჭენილიყო ხო თუ მოხაზე ხალი პირზე ხალი სავსავი ხო და მეც ისე თქმა მინდა აშკარად ფეიქ მოწმე იყო უთხრეს თქვიო და თქვა და მოკდა თუ არ მოკდა კაცმა არ იცის მოკლეს თუ დამალეს თუ რა ვიცი მე ზოგი ამბობდა გაგარინიო უცხო პლანეტელებმა გადააფრინესო წაიყვანესო რა შეიძლება ხო ხო კალი შეგვარდა ნამდვილად ზოგი ამბობდა რომ გააგორეს რომ ძალიან შემოწმულად იქცეოდაო მე გალოცდა ძალიან თავში აუვარდაო და გალოცდაო და ის რაღაცა სპორტული მანქანა ქონდაო და ავარიები გააკეთავო და რაღაც მარაზმი დაემართაო და ისედაც ამხელა სტრესი ქონდა და მე ამხელა აღიარება და ამხელა აღიარებას არ მოყვა ფინანსები აი რა ერთხა ხაიმ ქალს მომწერეთ რა ვისაც გახსოვთ სახუმარო უზდელური ლექსიც იყო და რა არის რა ტერეშკოვა და რა არის რა ტერეშკოვა ვალენტინა ტერეშკოვა იყო პირველი ქალი კოსმონავტი და თანაც მხოლოდ ქალი რომ იყო იმიტომ კი არ იყო იმიტომ კი არ შევიდა გინეში შევიდა რამდენიმე კრიტერიუმით როგორც პირველ ისა გამკეთებელი ამ რაღაცის რა მაგალითად ამ ქალმა ყველაზე დიდხანს დაჰყო მე მგონი მარტო იმ პერიოდში კოსმოსში და ნუ აი რაღაცა ასე გაშეშებული იწვა და რაღაცა ისინი აქვს რა მიღწევები ქონდა ხო და ამ ქალს რომ დაბრუნდა კოსმოსიდან გარდა იმისა რომ მთელი რადიო ტელევიზია და მისალოცი ბარათები და ჟურნალისტები სულ მისი ფოტოებით და ინტერვიუებით იყო აჭრელებული ამ ქალს მისცეს მოსკოვის ცენტრში მისცეს ხალხო ბინა იცით რამდენი ოთახია აბა რამდენი ოთახია ერთი არა ოთახია და ამ ოთახიან ბინაში ეს ხო გათვალისწინებული იყო ვიზე იყო და რაზე იყო უნდა ეცხოვრა შვილთან დედასთან და დეიდასთან ერთად ანუ ქალმა კოსმოსი დაიპყრო გინესის წიგნებში შევიდა და ქალს საკუთარი საძინებელი არ დაახვა და საქმე ჩამოყრიდა. მე ტერეშკოვა ცოტა სხვანაირად მახსოვს მაგრამ ხოცანში არ მუშაობდე. რა? მან მერეკავდა ხოლმე ერთ ქალებს ტერეშკოვა და შეედრეკავდა ზანგოში და ყოველს ნერვებს. ხო. და თანამშრომლობა მომასმენინა ერთი ზარე. ქონდა ამ ქალს თავისი რეპერტუარე, ასან რას გვეუბნებოდა და რაზე გვეჩუქებოდა. ამჯერად გადაუხვინა ცოტა. თუ
ყველის ამთან თანამშრომლობს, რომ მე ვარ პირველი ქალი კოსმონავტი. რას ამბობ? მაგრამ ტელესკოპა ხო? ხო და ძალიან ცნარად მასმის რომ ბიჭი პასუხობს. მართლა? მე მეგონა რომ მე არ ვიცოდი რომ თქვენი ყავით ხალბატონი ვალენტინა ტელეშკოვა. ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ვალენტინა ტელეშკოვა პარლამენტში იჯდა, საზღვარი პუტინისტია. რას ამბობ? აი არ მითხრა რა. იქიდან დედამიწას დაინახავ და მაინც პუტინისტი ხარ. წაგან. თაში კარგად ხო ხარ ეს? გაგიშვა უკან. ხო და ეს არის. ხო ჩვენს უნდა წასვლა. ვიკიპედიაში ესე წერია მისი ცნობილი ფრაზა. რომ მარსზე წავიდა და უკან წამოსასვლელი მის გარეშე, გარანტიის გარეშე. Безобразно билета. Анапрелена, ჯერტორი გაუშვება. კიდე ორის და გავდივართ. ლიოში რომ მიდიან ხოლმე ხო? ნასა შესაძლოა უხდება. დაბრუნდეთ ახლა ჩვენ მოსკოვში. ჩემ ჯუჯებამდე ვერა და ვერ მივერდი. ამ ვიდეოს შუაში გაყოფა მომიწევს იმსებზე გამა. ჯუჯებამდე ვერ მიხვედი, იმიტომ რომ ტოლკინი ვიცი. რა კარგი შემადარა, ტოლკინს შემადარა, ხალხო გენიალური ტოლკინს. მოდის ვოლგაში სიუჟეტის და აქედან იწყე. ეს ასე შემდგომი კაპოჩანოვას. ასე დააშორდა ბიბლიაში და აი აქ არის ჯუჯები. ხო და წავედით ამ ვიკასთან დარეკა და ვიკას ეს ახლობელი რო ყავდა სტომატოლოგი, მე დაგახვედრებ ვაკო, ადგილს დაგიბრუნებო რომ მიგიღოსო, იმიტომ რომ ვიკას ძალიან ესეთი ის ჰქონდა გრაფიკი და წავედით ივნისში. ზუსტად ვიყავით 30 დღე, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ჩემი დაბადების დღეც იქ აღნიშნეთ და ვიკას დუხოვკაში მალში ბებომ გამომიცხო ტორტი. ოღონდ ამ ტორტს არ ჰქონდა ხილი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ივნისში საქართველოში მარტყია და კიდევ ბევრი რამე, იქ არ იყო არაფერი. გაყინული ანანასი მიყოლეს. ბრიკეტებში იყო გადაჭრილი გაყინული ანანასი და ასე გამილაგეს. მაგრამ მე ძალიან გახარებული ვიყავ. ხო. წამოვიდა დედაჩემი ბიძაშვილიც, ვიკამ თავის საერთო საცხოვრებელში, რომლის დირექტორიც იყო, მოგცა ერთოთახიანი ბინა. თავისი ავეჯით, თავისი მაცივით, თავისი ყველაფრით. პატარა აივნით, გათხოვა მაშინ არ იყო საჭირო, მაგრამ იმის საკმაოდ ცივი აღმოჩნდა, ის ჩასაცმელი არ გვეყო, რომელიც წავედეთ, განსაკუთრებით დედაჩემს უწევდა ეს სტომატოლოგთან სიარული, ხო ესია, დღეს სამას ჩაგიდებ, ხვალ მოყვალ, ზეგ მოყვალ, ორ დღეში მოყვალ და დედას უდადიოდა და საკმაოდ შორი იყო, ცოტა შორის ეს მასშტაბებმა გადამდია მოსკოვის ამ აგარა და თბილისი რა არის? ერთი უბნიდან მეორე უბანში გჭირდება სამი ტრანსპორტის გამოსვლა, ელექტრიჩკაზე გადაждომა, რა იცი 4 საათი მეკარდება რა. ხო და დედაჩემ სულ დადიოდა, იქ ხალიანი დღეებიც იყო, წვიმა დღეებიც იყო და ვიკას ქმრის კურტკა ათხოვეს მე და იმითი დადიოდა. მოვას. ხო და აი ესე ჩემო კარგებო, როგორი იყო ახლა ეს საერთო საცხოვრებელი? 3 9-სართულიანი კორპუსი იდგა. სადარბაზო ჰქონდა ერთი, სადარბაზო შესასვლელი, ცენტრალური შესასვლელი. თუმცა საკმაოდ გრძელი იყო ეს კორპუსები. ერთ კორპუსში, რომელიც შენგან საკმაოდ მოშორებით იდგა და მე იქ შეხება არ მქონდა. მე რა მე 5-6 წლისა ვიყავი დაარბოდი იმის გარშემო და მე ჩამოვიდა ბებიაჩემის მეორე დაქალი, ჩამოიყვანა იმან თავისი ბიჭი, ირაკი და მე ორივე ერთად დავუყოთ. 6 წლის ჭინკა. აი 6 წლის ჭინკა არ იყო, ირაკი ჩემზე 2 წლით დიდი იყო. მე ვიყავი ჭინკა, ხო და ეს არაფერია. მე ამ კორპუსში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით, შუაში რომ იდგა, იყო მარტოხელა დედებისთვის ეს საერთო საცხოვრებელი. ანუ სანამ თავისას მიიღებდნენ, მანამდე ცხოვრობდნენ, რომ დასაქირავებელი არ ქონდათ. და იცით როგორი იყო, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა 2 ქალი დაუშვათ თავისი ბავშვებით. და სულ ჩვენთან სულ ისინი საბავშვოები, ანუ კალასკები იდგა. ტელეფონშიც და ლიფტიც განიერი იყო, რომ შეტეულიყო გამხდარიყო. ჩვენს უკან იყო კიდევ ერთი იგივენაირი კორპუსი, სადაც ცხოვრობდნენ მოხუცები.
ეს იცით როგორი მოხუცები იყვნენ, ეს არ იყო მოხუცთა თავშესაფარი, ეს არ იყო მათი საკუთარი სახლი, ბინები, თუმცა სანამ ცოცხლები იყვნენ, მანამდე იყვნენ ეცხოვრა. ან იყო კიდევ ვარიანტი, რომლებსაც აი ბარაკული ხის სახლები, მოსკოვის გარეუბნები, როგორც არის აშენებული, დაუგრიეს, რომ იქ კორპუსები აშენებული იყო და სანამ აშენდებოდა, ესენი აქ ცხოვრობდნენ. ეს მოხუცები ცხოვრობდნენ ძალიან ყოჩაღად და ბედნიერად. ესეთი ჭრელი თავშულები ჰქონდათ მოხორული, ეს არა, ჩაიდანი ჰქონდათ და ესე ჩაის ჩამოისხავდნენ ხოლმე და მე მეგონა რომ ჩაი იყო და თუმცა სასმელი ყოფილა. ჰქონდათ გარმონი, უკრავდნენ რაღაცა სიმღერებს. ვოიგანი რეჩერდანი რაღაც ეგეთი ისე და წელავდნენ ამ გარმონს და სტუდენტები სადაც ცხოვრობდნენ, მე შეხება არ მქონდა, ამ მარტოხელადებთან შეხება მქონდა, პატარა ბავშვები ყავდათ. სასკოლოები არ იყვნენ ეს ბავშვები, რაღაც ბაღის და თოთოები იყვნენ. ჩვენ ხელები არ იყვნენ, ჩვენი ბავშვებთან არ მითამაშია. ჩვენ გამოვიდოდით გარეთ, ერთხელ გადავეყარეთ ესეთ ხულიგან ბიჭებს. Отдай нашу бутылку, ესე გითხრა, ესეთი ხულიგანი ბიჭი იყო და ეს ბუტილკა რა იყო, იცით? ჩვენი კორპუსების უკან იყო ტყე-პარკი. სადაც ხოთეშორის სოკოზე დადიოდა ხალხი. კრეფდნენ. ამ შუქმა. წეიღოდი. და ამ იმაზე ეს ტყე-პარკი სასეირნოდ რომ გავდიოდით ხოლმე, ვიღაც მოპოვებდა ხოლმე ხანდახან. ხანდახან ჩვენს გვიპოვია სოკოები, არ მახსოვს ბიჭამია თუ არა. ყველა ხის ძირას ეგდო ადეკალონის ბოთლები. ესა შემოგასო რატო ყრია? იცით რამდენი აღარა უამრავი. რატო ყრია და ვინ გამოთქვა სვავენ ამას? ლუთები სვავენ. არა, არის შევებოდა, არა, რა შეიძლება, არა. რიგი იდგა რამხელა, იცი, იყო ესეთი ძველი საბჭოური ანეკდოტი, რომ ეს არა ქვია, ქართულად ვიტყვი. მოსკოვში ტრანსპორტში აცხადებდნენ როგორც მეტროში გაჩერებებს. გაჩერება პუშკინის მოედანი დაუშვათ. პუშკინსკაია. შემდგეს არა ქვია. შემდეგი გაჩერება ღვინის მაღაზია. ღვინის მაღაზიასთან გაჩერდა და იმის შემდეგი გაჩერება იყო. შემდეგი გაჩერება რიგის დასასრული. ძალიან გრძელი იყო რიგი. მართლა უსაშუალოდ გრძელი იყო ხოლმე რიგები და მართლა ესეთი იყო რა, დეფიციტი იყო. როცა ყველა სვავს ვერაუდიოდნენ. ხო და ჩემო კარგებო, ესე დავდიოდით ხოლმე ხანდახან მეც დავყავდი დედას ამ იმაში, სტომატოლოგთან. რა თქმა უნდა, თავისუფალ დროს დავდიოდით მაღაზიებში, იმიტომ რომ ჩვენთან დეფიციტი იყო და ყოველთვის იყო ეს დეფიციტი. გაკვირვებით გამიკვირდა, როგორც გითხარი, ძალიან მოსკოვის მასშტაბი რამსილზე იყო. გამოიძინებდი რა იმ ტროლეიბუსში და იმ ტრამვაიში რა. ეს გადაჭედილი ავტობუსებმა გადამღია, გამაოცა, წარმოგიდგენიათ 85 წელს 6 წლის ვიყავი და გამაოცა იმან, რომ კონტროლიონი რო ამოდიოდა ერთმანეთს აბესრებდნენ, აი მას ბილეთი არ აუღია. აი ესე იჟდა ასაკოვანი ქალბატონი, ინტელიგენტური გარეგნობით და კონტროლიონი რო ამოვიდოდა ერთხო და თან ჩუმად კი არ ერთხო და ყველას გასაგონად, იმის გასაგონადაც, ვისაც აბესრებდა. აი ახალგაზრდები რომ შეხედავ, აი მათ ბილეთი არ აუღიათო. ეგეთი რაღაცა მე საქართველოში არასდროს არ ვარ. მე არ ვარ მომხრე რომ ადამიანმა ბილეთი არ აიღოს და თუ ფასიანია უნდა გადაიხადო, გასაგებია. ეხლა კი მე ვიცი რომ ძალიან ბევრი არ იღებს და მეც ხანდახან არ ვიღებ, ფუფული არ მაქვს, მართლა. მაგრამ მაშინ მიდირდა 3 კაპიკი. მაგრამ საქართველოში მაინც არავინ არ დაგაბესდებს. ძვირია თუ იაფია თუ ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი ხარ, არავინ არ დაგაბესდებს. არ ეთქვის კონტროლიერს, იქით პირიქით მე ერთხელ ბარათზე არ აღმომაჩნდა და ის ხო ვერ ჩაავიდებდი. და ეს არა ქვია, ქალბატონმა იმას ნამიღო. ეს მაშინ 2 წელს შეიძლება ხო? ხო. ეხლა რატო აღარ არის ფუნქციონალური? არ ვიცი. ხო და იმითი სამგზავრო ბარათით ამიღო, ბანკის ბარათით. ხო.
არ დააჯარიმოთო, რას ქვია, არ ჩაიყვანოთო, მაშინ 50 წელი და აგიმასნა როგორ გეკადრებათო, ამოიყვანეთ უკან, თორემ შავდნენ ფილარმონიაში. ამომიყვანა ამან რა ქვია, ქალბატონმა და ესე ხელი გამიმართა. ვერ წარმომედგინა მე ესეთი სადმე თუ შეიძლება და იქ ნახე, ძალიან ხშირი იყო, იმას არ აუგია, იმას არ აუგია, იმას არ აუგია, იმას არ აუგია. ასევე გადამრია ამ სასწაულად გრძელმა რიგებმა. აი ვერ წარმოიდგენ რა სიგრძელი იყო, შვილო. ახლა რიგი მე ისე წმინდა პეტრეს ტაძრის შესასვლელში არ ვინახია ომში. თემი მსოფლიო მანქროვდება, დასათვალიერებლად. გამაოცა მაღაზიების მომარაგება. გლეხური ბაზარი იყო უღარიბესი. მხოლოდ ყვავილები და მწვანილები და ის იყიდებოდა რძის პროდუქტი, მედიაფერად იყო. სამაგიეროდ მაღაზიაში იყო, აი ის ამ პერიოდში უკვე ამ 85-86 წლებში მე უკვე კარგად მახსოვს ეს ყველაფერი, ჩვენი მეგობრები ცხოვრობდნენ საბურთალოზე, ჩვენ ცხოვრობდით თაწმინდაზე. და თაწმინდაზე ზუბალაშვილების, ახლანდელ ზუბალაშვილების ქუჩაზე იყო ხორცის მაღაზია, რომელიც მარაგდებოდა სარდელებით, სოსისებით და მართალია დილით მიდიოდა მამაჩემი, როცა მოგინდებოდა, მაშინ ვერ იყიდი. დილით მიდიოდა, რომ მიესწრო. იმ რძისთვის, იმ არაჟისთვის, იმ სოსისისთვის, თუმცა საბურთალოზე, იქ სადაც ჩვენები ცხოვრობდნენ, ქავთარაძეზე, მათ გარშემო არსებულ იმეებში, გასტრონომებში, დილითაც ძალიან წირი იყო ეს ყველაფერი და ძალიან იშვიათი და ჩვენ ვიღებდით ხოლმე და გამოვიდოდა ხოლმე დედაჩემის დაქალი ერთხელ და მიქონდა ხოლმე კვირაში ერთხელ მამაჩემი უღებდა ხოლმე, მამაჩემი დადიოდა ხოლმე დილით ესეთ მაღაზიებში, დედაჩემს არ აკარგებდა მაგას. არა, დედაჩემს გემრიელად ეძინა მაგას. ხოლო იქ ეს იყო თავზე საყრელი, აი იმდენი სორტის კარაქი და იმდენი სორტის არაჟანი, ზოგი ტკბილი და ზოგი გათქვეფილი და ზოგი ისეთი პროცენტი და ზოგი ასეთი კეფირი და ზოგი ისა, მე ძალიან გამიკვირდა. თუნდაც პურის სახეობა. ჩვენთან იყო თეთრი, შავი თოვლის პური. თეთრი, მგვარი, შავი, ოთხკუთხედი და ჩვეულებრივი თოვლის პური, რომელსაც თუ გახსოვთ შუაში გვიჭრიდნენ თუ მომიმდებოდა. მამაჩემი ეთყოდა ერთ ნახევარი და ერთი გვალს მისცემდა და მეორე გვალს გაჭრიდა ხოლმე. ტატიანა. ეგეც ზუბალაშვილებს ხდებოდა. იქ იყო ძალიან ბევრნაირი რაღაცა, ბალტიისპირული, ბოროდინსკი, მოროდინსკი, ფუნტუშები, რა უამრავი. ასევე უცხოური ჩასაცმელ დასახური, რომელზეც იდგა ეს კილომეტრიანი რიგები, ასევე 100 კილომეტრიან რიგში ვიდექით მოსახალ მწვანე ყავაზე, იმიტომ რომ არც ეგ არ იყო ძალიან ხშირი და იქ უნდათ ახლა დაევა და გაუხარდათ მწვანე იმას იძლევიანო, ყიდიანო, ყავასო, მოხალავთ დავლებთო და ამ რიგში ჩვენს უკან იდგა ქალბატონი, რომელიც დაინტერესდა თქვენო გრუზინები ხარდო, თქვენ კი გრუზინები ვარდო, გამოველაპარაკეთ, ინტელიგენტი, პედაგოგი ქალი, არ იყო მოსკოველი, საიდანაც იყო ჩამოსული, რუსი იყო, იდგა რიგში და არ იცოდა რა იყო ყავა. რა არის როგორ ეს? და დედაჩემმა და დედაჩემის დაქალმა აუხსნეს როგორ უნდა მოხალო, როგორ უნდა დაყვანო, მე იცით რისით გვამინდა? განათლებული, ერუდირებული ქალი და 85 წელში ქალმა არ იცოდა რა იყო ყავა. იმდენად იშვიათობა იყო ეს. აი მე ძალიან მიგვირს ხალხი რომ მისტირის საბჭოთა კავშირს, იმიტომ რომ მე ჩემი თვალით ეს ყველაფერი ვნახე. და ეს ყველაფერი მგონია სასწაულად სამარცხვინო. ამინდი იყო ჩემთვის კიდევ ძალიან უცნაური, როგორც გითხარით, ციოდა თბილისში უკვე სასწაულად ცხელა ხოლმე მაშინ, თუმცა იქაც ძალიან ცხელა, თუმცა მოსკოვში ხო იცი როგორ სიცხეები ხანდახან ხანძრებია ხოლმე. და დაყვამლიანება ქალაქში, კი, ტრენები იწვის ხოლმე და ივნისში ციოდა. ქარი, ქოლგა, დედაჩემს ეს ლამაზი დიდი ქოლგა ქონდა და სულ დაუმტვრია იმ ქარმა. ხო და კიდე გამიკვირდა ის, რომ თეთრი ღამეები იყო.
მთლად ისეთი არა, როგორც ლენინგრადში, მაგრამ დომინოს თამაშობდნენ ეზოს კაცები, ისე რომ განათება არ ჰქონდათ ჩართული. რამე. და ესე რომ გაიხედავდი, ყველაფერს დაინახავდი რა. აი თითქოს შებინდებულია. ხო, აი ესე გამიკვირდა. იონიში ხდება თურმე? ეს მოყარდა. აი ესე. მე მეგონი მაგას ხო და ესე იმაში რა ქვია, იმ კორპუსში სადაც ცხოვრობდით, ვიყავით ძალიან კარგად, კატაობდი მე ესე კატაობდით როგორ ქართული შესაძლოა არ აქვს მაგას. იმითი რა ქვია, ლიფტით. იყო ხოლმე დიდი გაწიე გამოწიეს მარტო ხელა დედები, ახალი განქორწინებულები იყვნენ თუ საერთოდ იყვნენ დაქორწინებულები, აკითხავდნენ ეს კაცები, მთვრალები. ეძახდნენ ვიკას, როგორც დირექტორს, ვიკა იყო მეომარი, გავარდებოდა ამ კაცებს, გააგდებდა. სხვადასხვის ეს ვიკა, რომელიც იყო აი ამ საერთო საცხოვრებელის დირექტორი, ასევე იყო გაფორმებული დაალაგებდა ყოველ საღამოს დერეფლებს. ზედმეტ ხელს აკეთებდა რა. ხო. ხო და ეს რა ქვია, ჩვენი კორპუსის უკან როგორც გითხარით იყო ტყე-პარკი და ტყე-პარკის გასწვრივ თლად უკან არა, მაგრამ აქეთ ხარეს იყო ესეთ შემაღლებულიც იყო და მოკლედ ტაფობი იყო, სადაც წვიმის შემდეგ ტბორები დგებოდა. და ამ ტბორებზე იხმები იყვნენ. იცით რამდენი იხმი იყო, გარეული იყო, ვით. და იქ ესეთი ბილიკები იყო გაკეთებული და მე დაღმართი იყო და იმ დაღმართზე რომ ჩადიოდი, იყო ეს მაღაზია ლაიფციგი. ამ მაღაზია ლაიფციგის პირველი სართული იყო დიდი უზარმაზარი ესე ვთქვათ პროდუქტის სუპერმარკეტი. და ზედა სართულებზე იყო უკვე ლაიფციგი. მე გამიკვირდა კიდე ის, რომ აი მაღაზიის წინ ფოიეში ან საერთოდ ფოიეს გარეშე თავრიაში ქალბატონები საბავშვო ეტლებს გავდნენ, ბავშვებიანად, ბავშვებს ეძინათ შიგნით. შედიოდნენ საკითხებზე და ბავშვები გაიფრთხილებოდნენ. არ შედაგდებოდა ახლა ვინმე ბავშვებს ასე რომ დაგეტოვებინა, მაგრამ ქართულ დედაზე თავში ასე არ მოუმიდო და საერთოდ აღარ ესე რიგში იდგნენ, დედაჩემი გადაიგენ კინა, ხელი არ გაუშვა ასა საგარი ამ ბავშვის დედაო, სანამ არ გამოვა აქედან არ წავალო, ვიკა მოთხრა, რა ქვია გაწვავდნენ შეხედა რამდენია, ესენი რომ გამოვლენ დაღამდებაო და ვინ არიან ესენი არ გადამრიო. რომ მივდიოდით იქ რაღაცა კორპუსები კიდევ ხდებოდა და ამ კორპუსებს ჰქონდა დიდი შემინული შუშაბანდები, ლოჯები, ორმაგინულებით, იმიტომ რომ იციო ახლა იქ და ის ჰქონდათ, რა ქვია, მზის მხარეს, მთელი ბამბოსნები ჰქონდათ გაშენებული. კიდრები, ბამიდრები, ციცაკები, რა ვიცი, რა არ იყო ამ ლოჯში, ლამაზად, შიგნით, ბოსტანი ჰქონდა ხალხს გაშენებული ლოჯებში. ხო. ეს ბოლოს ბავშვები მე ჩამოვიდა მამიჩემი. მამიჩემს აქ ჰქონდა დიდი შეკვეთა. შეუშვეს იმაში? რაში? აღშაგაში. დირექტორი იყო ვიკა თვითონ და რა ვქია შეუშვეს. მარტო ხელა დედა ბაბუაჩემ. შენ რა კი არ გვეკუთვნოდა იქ შესვლა, მაგრამ შენ შევედი. ხო მე მამიჩემი ჩამოვიდა, მე უკვე კულტურულ ღონისძიებებზე დავდიოდი. რა პუშკინის მუზეუმი, ლენინის მუზეუმი, რაღაცები, ზოოპარკი, შმოპარკი, რაღაცები ნახე. მე უკვე წასვლის დრო მოდიოდა, დედამ უკვე დაამთავრა ეს კბილები და უკვე ვიცოდით, როდის უნდა გავფრენილიყავით და უკვე დავიწყეთ ისეთი რაღაცების ყიდვა, რაც გამოვაგზავნეთ ამანათებით და რაც გვინდოდა რომ წამოგვაყო. ასე მაგალითად, ერთი უზარმაზარი ყუთი ალბათ 20 კილო სულგუნი მივიდეთ. აქ სულგუნი მაღაზიებში არ იყიდებოდა მხოლოდ ბაზრებში. არა ესეთი კარგი სულგუნი იყო არაჩვეულებრივი. ამ სულგუნს თურმე კაცი აყიდულობდა იქ. ხოლო რო იკითხა დედაჩემმა, რამდენის ყიდვა შემიძლია, რამდენის გინდათ, კაცი შვილი არ ყიდულობს. შვილი მაღაზიის ფასში იყო ბევრად უფრო იაფად და იყიდა დედაჩემმა და ჩადა პოსტაში ბანდეროლში და აქ ჩამოვიდა საქართველოში. ქართული სულგუნი იყო, რა თქმა უნდა. ქართული სულგუნი იყო ფერმის. ეს არ იყო გლეხური, ფერმის იყო.
ანუ ჯერ ერთ პაკეტებად გამაგზავნა. ხო, იქ გაუგზავნეს და იქ არავის არ დაიწყებოდა. იქ ატავა ამ სულმონმა. მან იყო ყველაზე ხაჭაპურს ესწავლა ასწავლა. მან დასწავლა ბებიაშენმა ამ ქალბატონებმა, მოლარეებმა, იქ თანამშრომლებმა, რომ იკითხეს, რომ რა გინდათ ეს ამდენიო, ხაჭაპურს ვაკეთებ. ой, ხაჭაპური, я слышала, вот моя кузина там ხაჭაპური პრობოვალა, მოკლედ მაგის ვიღაცას გაუსინჯავს ხაჭაპური ან თვითონაც იყო ნაყოფი ან სადღაცა ტელევიზორში აკნანახი და დედაჩემ მოიტანეს პასტა და ფურცლები და დედაჩემმა ხაცომი ქეიციან რუსეთმა ხობლის ქვეყანაა და ჩვეულებრივი ცომი გააკეთებდა და ესე ასწავლა ესე მომ დაამტყელებო რა ფორმასაც გინდა მისცემო გინდა დუხოვკაში გინდა ჰაერმოლში გინდა ტაფაზეო გადაბრუნებითო და ой მე ისეთი მადლობები მიხადეს მე მეთერნე კაკაიძიებს ხარიშოდეს მე მე მახსოვს იქ გავხდი 6 წლის და მე მახსოვს ეს ულამაზესი ბავშვები ეს რაღაცა ქალებივით ეშხიანები ცისფერთვალებიანები ქერები ეს ძისფერი პირის სახეები ისეთები რაღაცეები ჩვენ რო ხედავდა კავკასიელ ბავშვებს სულ ახალს ვკიდებდა ოხ კაკაია და როგორი ეშხიანები და როგორი შავ-შავი თვალები და ამას აშკარად გამოხატავდნენ. ასევე აშკარად გამოხატავდნენ იმასაც, რომ ჩვენ ყველაფერს ვცდილობდით, რომ ჩვენ ვიყავით კაპიტალისტები, ვარ გრუზინები მოვიდნენ და ახლა ფულს დახარჯავენ. თითქმის შეხეთ ბავშვებსიანობაში ისე ბავშვები არ მომწონს. განსაკუთრებით სკანდინავიელი და სლავები. მე ბავშვები ყველა მომწონს, მაგრამ არ ვეფერები, იმიტომ რომ ბავშვებს ეგარებია ხო. მე მომწონს ესა ლახმატის მომენტები. ასევე მიყიდა ერთი კუთი ბანანი ბებიაშენმა. ვიდექი უზარმაზარ რიგში ხალხო აი გაგაცინეთ რა. იმ რიგში მე მეძინა. ჩანდა დამიდგეს და ზედ დავჯექი და მეძინა. ასე მთლიანი რიგი მიდიოდა. და ეს არაფერი, ერთი კუთი ბანანი вот, грузинио, конечно, აიქსიბზე რიგებში იდგნენ. აი კონკრეტულად ამ ბანანის რიგში და ხალხმა იყიდა ერთი ბანანი, ორი ბანანი. ნუ არ ქონდათ იმათ ეს ფული მაგდენი და რა ეკნა. და ეს არა, вот, грузини, აიღეს და დიდი ბანანის ხუთი და ის ხუთი იმასკნეს, რა ქვია. კვახე იყო ბანანი, უბრალოდ შეჭამდი. გადაბანდეროლეს და ესეც გამოაგზავნეს, აქვე ჩამოვედით. ჩავედით მე პოსტა იყო პირველი სკოლის გვერდში. იფეშა მომიდეთ. ალბათ კი. ასევე მიყიდეს იქ ეს ჩვენიერი ჯუჯები, ეს სამზე გადავერი ასეთი სად იყო მაშინ და ეს არა ქვია. ივნისი იყო. საახალწლო ჯუჯები არავის არ უნდოდა. მაგრამ მე მინდოდა კაცო. ხო და რა თქმა უნდა დავდექით დიდი რიგი არ იყო. მიყიდეს ეს ჯუჯები და არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ რომ ქალმა გითხრა მეკითხა. ნო, не уходите ни в коем случае. Да останьтесь, я вам не позволю. Роихо, да что? Вообще погода наша. ხდება, რა მეგონა მოგეყვება. მოგუჯული. მე ხარაფაში ვერ მეტავით, ყველაფერი მასკდაბაზე. ხო და რა ხდებაო? ვამბალა გაეცაო, თქვენო გეკუთვნითო. საახალწლო შეფუთვაო. Ровно кисони рекас малышка горит. Хо, это не просто пакет. Подарочная упаковка? Да, конечно. Чудесно. Сначала положу в коробочку. Слушайте, а нельзя ли побыстрее? Разумеется, сэр. Все будет сделано быстрее ветра. Вот так. Замечательно. Я не закончил. Мне не нужен пакет, я могу положить в карман. Это не просто пакет, сэр. Неужели? Это гораздо больше, чем пакет. О.
Пожалуйста, побыстрее, можно, пожалуйста? Пронтиссимо. Раз из-за того, йогурт час, вам туда шоколад с муахехом, то... Это не просто пакет, разве? ეხლა ეს სპეციალური საახალწლო შეფუთვა, რომელსაც ცნობი მგონდა მეწერა და ცოტა სხვანაირი ფერი ჰქონდა ვიდრე სხვა შეფუთვას, რა თქმა უნდა, ხმარობდნენ აქტიურად დეკემბერში, ხო? იმის შემდეგ გავიდა 6 თვე, კაცმა ეს არ მოიკითხა, ჩვენ ეს დავინახეთ იქვე. ხო და ეს არა, თან ისე როგორი დახლები იყო, თვითმომსახურება კი არ იყო მაშინ, დაც მიღმა იყო. საფონელი იყო, დაც მიღმა, აი ეს მაჩვენი, აი ეს მომკიდე, აი ეგეთი თემა იყო და არსად ახლა 6 თვის წინ რაღაცა შესაბამისი კანალი ჩადეს. ეძება, ვიღაცას დაუძახა ნიპაზვალია იმ ხაძის პალკინუცე და სამაე. კარგია, ბებიაჩემ არსად არ მებივა რომ ბებიაჩემ უბრალოდ დადაჩემ. გელავთ ახლა ველოდებით კაცო, ველოდებით და როგორც იქნა იპოვეს ეს სამაზი მაინსტუიო. ნუ ქაღალდის პაკეტი იყო რა, არ იყო ახლა ისეთი. მაგრამ უნდა მოეცა, კანონით უნდა მოეცა. საქართველოს მაღაზიებისგან განსხვავებით იქ არც იმ პაკეტს შეიკაპუნებდნენ ჟანგრუზე. ერთ კაპიკს და ორ კაპიკსაც გიბრუნებდნენ. რიქსაც იცავდნენ. არავინ არ გადაგახტებოდა. ნუ ეს იყო, რაც იყო. ხო და ეს კი. როგორც იქნა გაიკეთა დედაჩემმა კბილები და ისე კარგად მახსოვს. ვიკასაც ერთოთახიანი ჰქონდა და ვისხედით ვიკასთან, ბავშვები ვისხედით იმაზე, იატაკზე ის ჰქონდა. რბილი იატაკი ჰქონდა და ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და ვუყურებდით იმას. რა ქვია, მე რა მაღერებს, უძიროზეცა, ზამბახისფერი, მინინო. განელიას მინინო. ხო და დედა მოვიდა, ხო და ისეთი ლამაზი კბილები ჰქონდა, ესე იღიმებოდა. და მეორე თუ მესამე დღეს უკვე მოუფრინავდი. ძალიან ლამაზი კბილები გამოვიდა, ანუ მე ვიყავი სტუდენტი დედას ეკბილები რომ გავუფუჭდა. მოზრა ის რაღაცა კერამო მეტალო გრანიტით მეტალო პლასტმას რაც იყო, ჩამოზრა და მე უკვე აქ გაიკეთა. ანუ რამდენ ხანს სკოლაში რომ მივედი და უკვე სტუდენტი ვიყავი. თითქმის 15 წელი მქონდა და 15 წელი ბევრია. როცა საკუთარ კბილზე არის ხიდი გადაყვი. ხო და ეს მერე ჩამოვიდნენ პოლონელები, ცოლი ქმარი და ორი ბავშვი. ეგეც ვიკა იცნობდა მოგზაურობიდან საიდანღაც და იყვნენ ისინი ფარცოვშიკებს ეძახდნენ მაგათ. ინგლისური სიტყვიდან for sale. ფარცოვშიკები, გადამყიდველები, რომლებსაც რაღაცა შემოჰქონდათ და ბევრი ბოტასი ჰქონდათ ჩამოტანილი. მაშინ ბოტასი იყიდეს დედაჩემის დაქალმა, მამაჩემს უყიდეს პატარა აღმოაჩნდა, ვერ ჩაიცვა. მე მიყიდეს ბოტასი თასნებით. ჩვენი მეგობრის შვილს ჩამოუტანეს ეს ბოტასები ლუკას. აბარებდნენ ხოლმე, დედაჩემს სია ჰქონდა დაწერილი მერის ბოტასი 37 ზომა. როგორი რანაირი ჩემი სტილი არ აქვს მნიშვნელობა ბოტასი. იმიტომ რომ ის ბოტასი აღარ იყო. იქ უნდა გიყიდა გადამყიდველისგან. ჩამოიტანეს იმათ კამფეტები და ორცხობილები, პეჩენიები დაფასოებული. ეგენიც ვიყიდეთ, თბილისში წამოვიდეთ და ერთი იქვე გავხსენით და ესეთი ბრეცელის ფორმები ჰქონდა და აი ბრეცელი თავისი სურნელით და თავისი მარილისინებით ნატეხებით ეხლა იმას მახსენებს. ორი გოგო ყავდა, ძალიან ლამაზი გოგოები იყვნენ და მე და ირაკლი რა თქმა უნდა ეზოში ჩავიყვანეთ და სიტყვა არ ესმოდათ იმათ ჩვენი და ჩვენი მათი ისე ვითამაშეთ. სახლობანა იყო თუ დაჭერობანა იყო თუ რაც იყო გადასარევად. დავიღალეთ პირდაპირ თამაში და აი რას ნიშნავს ბავშვი, ხო? ეს ნახე მე.
სადღაც თბილისში რომელიღაცა პარკში დიდი გაბუშტვის პარკში რუსი ბავშვი მიბოდა ძალიან ცდილობდა რომ ეთამაშა ორი ქართველი შავი ჭინკარი ესე გახედავდა და გამოიწეოდა და ძოძი პეტრიკოდა ეს მიბოდა სამწუხაროდ ეს ბავშვები ერთი დღით იყვნენ მარტო საღამოს ვითამაშეთ და იმ საღამოს წავიდნენ არ ყოფილიყო დიდხანს იქიდან ერთხელ გამოფრინდით თვითფრინავით დამეცუდად გავხდი აფრენისას გულიანერია დადეჩებს ეშინოდა გული არ წავიდესო და აი გულიანერია მომეშვა თითქოს და დავიძინე და გავიღვიძე რომ გავიღვიძე გამაღვიძეს მითხრეს რომ ჩამოვფრინდით და ზემოდან აი თბილისიო გავსკდეთ დიდი აი არ ვიცი სულ ყველა მთელი თბილისი ტირები ვიხარო და ყველას თბილისში ჩამოსულა რაღაცა ეგეთი არა გული მიჩნდება ხა მაშინაც ძალიან მიდირე მიუხედავად იმისა რომ კარგად ვიყავი იქ და არ მომწყენია იცი მასე ერნებდნენ მაჩვენებდნენ კომფორტულად ვიყავი მართლაც კი არა ფსიქოლოგიური და ის რომ დავინახე ერთხელ წამოვედით თვითონ ერთხელ წამოვედით მატარებლით მატარებელი ძალიან საინტერესო იყო იცი და რა თქმა უნდა 3 დღე და ღამე რომ იმ რაღაცა საერთოდ საპერპარეშოში რაღაცა დაუბანელი აი რაღაცა თეთრეული ისე მაგრამ მოსკოვში მიმავალი მატარებლები ბევრად უფრო სუფთა იყო თავისი საპერპარეშოიან მიანა თეთრეულია ლოგინიანა ვაგონებიანა და სუნიან ყველაფრიანა ვიდრე აქ დადიოდა ჩვენი აი სამეგრელოში რომ მივდიოდით ხოლმე მატარებლით ეს იყო წარმოუდგენელი რაღაცა და აქ კარგი იყო და ძალიან ლამაზი იყო მეორე სართულზე მაჭრდნენ მე დღე იქ ვიყავი დღის განმავლობაში ვიყავი იქ მეორე სართულზე წარმოგორებული და ვუყურებდი განსაკუთრებით აფხაზეთს რო გაცდები მერე ზღვა მთელი ერთი დღე ზღვა და ეს ივნისი ეს მზის ამოსვლა ეს მზის ჩასვლა მე მიჭირდა დაძინება ძალიან მიჭირდა მატარებელში დაძინება პირველ სართულზე ვიწეკი ხოლმე რო არ გადმოვარდნილიყავი ზემოდან და დღის განმავლობაში ზემოთ ვიყავი მაგრამ აი დაძინება რომ მიჭირდა და დიდხანს რო არ მეძინა ანუ მზის ჩასვლასაც მზის ამოსვლასაც ვხედავდი და ეს ზღვის გასწვრივ თეთრი ალქნები და ზოგადად ხედავ საცურაო კვესტუნიანებს და ბავშვებს და სახლებს და ეს ძალიან ლამაზი იყო. ნუ ბოლოს უკვე ძალიან გწინდება. იქ ერთი ადგილია იყო სადაც იმ ბაქანზე უკვე ღამე იყო ხოლმე. იქიდან რომ მოვდიოდით, მაშინაც ღამე იყო, აქედან რომ მივდიოდით, ბნელოდა. ნუ ღამსორ საათი არ იყო, მაგრამ ბნელოდა უკვე და ყიდნენ დამარილებელ თევზს. არაჩვეულებელს ყიდნენ წაბლს, ყიდნენ ვაშლს. ნუ დედაჩემი რა თქმა უნდა ქართველი არ იყო ყიდულობდა. იქვე შვიდნენ ამ თევზებს. მე ხო მიყვარს. მე მიყვარს, მე ბავშვობაშიც მიყვარდა ძალიან და ვაგონ რესტორნიდან გამოიტანდნენ ხოლმე ერთ-ორ ბოთლ დუდს, ჟიგულევსკაიას. ხო და აი ამ დიდ თევზს ესე გაზეთზე დაშლიდა ხოლმე დედაჩემი მაგის სპეციალისტია, ისე დაშლის ხოლმე ტარანებს და ლეშებს და ეგეთ რაღაცებს, ვობლებს, რომ ასე ჯერ დააბრახონებს, ძვლები გაუჩამჩხარდეს და მე ისე დაშლის, აი როგორც კარგი ქირურგია ისე დაანაწევრებს ხოლმე და ისე გემრიელად. ხო, მე ამ ვაგონ რესტორანში იყო ხოლმე კეფირი და ვსვამდით ხოლმე ამ კეფირს. რა იყო კიდე? მატარებელს მეტი აფერი არ იყო საინტერესო, აბსოლუტურად არაფერი არ იყო საინტერესო. ხო და ერთხელ მამაჩემი უნდა ჩამოსულიყო მატარებლით და ხო, ჩემი დაბადების დღისთვის უნდა ჩამოსულიყო და დედამ მოდი ახლა დღეს მომში ჩამოდის უნდა დავხვდეთო, ჩამოცა გამომპრანჭა, ხო და გამოვედით და მცირა აირბინე ახლა ჩაიჩი. ავედი
ჩავიწვი, ჩამოვედი და იქ რაღაცა ნაციონალი ტბორი იყო და იმ ტბორში ჩავარდი. ფეხჯამი ვარ და მითხრა, აქედან მოუარევ, არა უნდა გადავახტანებ. ნუ გადახტომისას ისე გადავხტო და ამაზე ხლაპუნობ. წადიახლა გამოიწვალე. ტირილი გამოვიწვალე. ნუ სახში ის იყო რა ქვია, დედაჩემის მეგობარი იყო. კიდე შეგამოხდიო გოგო. ხო და მოკლედ აი იმდენი ვიარე. ზემოთ ქვემოთ ხამციო და ხა ერთხელ ფისი მინდოდა. მესამედ მეგონი ფისი მომიდა. ახლა მოკლედ რა თქმა უნდა ჩვენ რომ მივედით რკინიგზის სადგურზე მატარებელი შემოვიდა 3 საათის წინო და სახში რომ დავბრუნდით რომ ჩემს სახში ველოდებოდა. აი ესეთი მოსკოვის ამბები გამიხსენე. მე ჩემი ბავშვობა მენატრება სინათლე რო გითხრა, არანაირად ვინმე არ იფიქროთ რომ მოსკოვი მენატრება, ვინმე არ იფიქროთ რომ საბჭოთა კავშირი მენატრება, ამას ყველგან ხაზს უსვამთ. მამა ჩემი ერთხელ ახალ წელს კი არა, ზამთარში წავიდა, მოუწია საქმეზე წასვლა. თვითონ თავისი ხელით წაიღო გობელები, იცით რა მოხდა? შემოდგომისა და გაზაფხულის ისინი იმართებოდა ხოლმე გამოფენები. და ერთ-ერთ გამოფენაზე მამაჩემის გობელები იყიდა იმან თვითონ შეისყიდდა ხოლმე სამხატვრო ფონდმა და მოუნდა მოსკოვსაც. ხო და მოსკოვს არ უთხრეს უარი, რატო ეტყობდნენ უარს, იმიტომ რომ 10,000 მანეთი მისცა მოსკოვმა მაგ გობელებში. 10,000 მანეთი იყო, მე მგონი სამი მანქანა იყო მაშინ. ნახმარი ჟიგი. ხო და ისა, რა ქვია, თვითონაც აიღო საქართველოს მხატვართა ფონდმა და იმათაც უთხრეს და შეუთანხმდნენ, რომ უნდა გაეკეთებინა ზუსტად ისეთივე ასლი. გაუკეთა ზუსტად ისეთივე ასლი და იმას ხნა, რა ქვია, თვითონ უნდა ჩაეტანა თავისი ხელით. ერთიანად რო იყიდა ხოლმე, მაშინ ტრაილერი მიდიოდა და მიქონდათ თვითონ, მაგრამ ეხლა ამისი იყო მარტო და დაკეცა, კარგად შეფუთა, ახალი წელი მოდიოდა, ისე კარგად მახსოვს იყო გველის წელიწადი. იმიტომ გველის წელიწადი მოდიოდა, იმიტომ რომ მამამ ჩამოიტანა ლამაზი კალენდრები, აქ ლამაზი კალენდრებიც არ იყო, პოლიგრაფიაც მოიქოციოდა. ხო და ნაჭრისაც კი ჩამოიტანა და გველი ეხადა ამ ნაჭრის იმას. ანუ 24 წლის წინ არა, უფრო მე ვიყავი, რამდენი წელი უნდა ვიმართებოდი. არა, სკოლის მოსწავლე ვიყავ. ჩირები უყიდეთ მამას, ვინო, არაკი. ვერ იქნებოდა და მე და 50 გამოდო შენ არ ხარჯე 50-ს. 36 წლის წინ. ხო, 36 წლის წინ. ვერ მახსოვს. ყვავის ხმის ვარ, ჩეხება ყარ დაგორავს. ხო და გავატანეთ და იმას, რა ქვია, ძმაკაცმა ათხოვა მამაჩემს ესეთი დუბლიონკის ქუდი უშანკა ყურებიანი ვარ გაყიდული მოსკოვში და მამას ჰქონდა ესეთი ყავის ხელთათმანი შილი, ჰქონდა შალის, იცით ორენბურგის ისინი, თბილი ისინი რო იყო, ქალებს რუხი და თეთრი ისინი რო ჰქონდათ, შალი. აი იმისი იყო, ორენბურგსკი პუხოვი პლატოკ. აი იმისი ის ჰქონდა. ორენბურგის შალის სარკული, აი თითოეულ თითში, ასე. და მიუხედავად ამისა, ხელი ჩაეყინა იმაში. ვეღარ ამოიღო ხელი იქიდან, ხელთათმანიდან და ატანა არ ქონდა მოსკოვის საქმეზე წასვლაც არ იყო. ხო და აი ესე შემოკარგებო, თუ არ მოგაწყინეთ კარგია, საკმაოდ გრძელი გამოვიდა. და ამას ორად კი არა, სამნაწილად გავყობ შემოკარგებო. სამკაკოს ეგარი პოდკასტი ძალიან უნდა იყო. გრძელი უნდა იყო, საბაბო. თქვენ მომწერეთ, აბა როგორ გირჩევიათ, თავად დააპაუზოთ თუ მე გავყვა ნაწილი. ორენბურგში გადაგებს. ვინი ვიტკინა მიიღწევ ბავშვობაში მაგასაც ფიქრი. რა გაფიქრა? უნდა გაატარო იმაშია, ხო ამბობენ. რაში? ბეჭედში უნდა ტარდებოდესო. არ ვიცი, არ გამიგია. ესე თქვენი უნდა იყოს და უნდა გაიაროს. ხო, ისეთი იზაშინათ ხანი უნდა იყოს, შეიძლება ამაზე მთლიანად გაატარო იმას ბეჭედში.
ვერაფერთ ვერ დავალაგე მე ჩემ ტვინში, რომ ბეჭედი რო არის, აი ასე უნდა გამოვიყო პეჭდიდან. შენ იქ უნდა გასვლელი უნდა გაატარო? ანუ სივარ და ვფიქრობ, როგორ უნდა გავითეს. რატო არ მოგიწევდიკო რაღაცას მოგეხმარებოდი. ვერაფერთ ვერ ხდებოდი, ეგ რატო ნიშნავდა კარგად. სხვადასხვის ერთმა მოდის დიზაინერმა, მოდის დიზაინერი არ არის, მოდის ისტორიკოსმა ხრომჩენკომ თქვა, ძალიან ჭკვიანი რაღაცა. ჩვენ კლიმატშიო, რუსეთშიო, პალტოთი თუ ვერ გაატარებო ზამთარსო, ხო? უნდა გაითვალისწინო შეკევისასო, სარჩუსა და პალტოს ქსოვილს შორის განსაკუთრებით ზურგზე და წინა მხარეს, ბორტებზე, ორივე ბორტზე, უნდა ჩაუფრინო ორენბურგის მისო. ალბათ აწარმოებენ, რა ვიცი. ვერ ჩემო აი ესე, ჯერ სულ არ მოვედით და მე მოვედით საათნახევრით და ასე. გილოცავთ ახალ წელს, ვინც არ მინახიხართ წელს, კიდევ ერთხელ წარმატება, ჯანმრთელობა, სიცოცხლე, სიხარული, სიყვარული, ურთიერთგაგება, რეალიზება თქვენი შესაძლებლობების და სამყაროს სურვილების ასრულება. აბა თქვენ იცით ხოჩახად, მოვწერეთ, მე ყოველთვის მახარებს თქვენ მოწერილი. ჩვენ კი დღეს გემში გავებით. აბა შევხვდებით ყველაზე. ანუ Jingle bell, jingle bell, jingle bell rock. Jingle bell, jingle bell rock. La 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 la. La 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 la. La la la.